ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები და ვიყოთ აქტიური მოქალაქეები. Ამ ლოზუნგით დღეს ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. მაშინ მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის 66-მა პარტნიორმა სკოლამ მიიღო, რომლის ფარგლებში მრავალი ღონისძიება განხორციელდა. პირველ ეტაპზე ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. პარალელურად ახალციხის ცენტრალური პარკიდან ქალაქის ადმინისტრაციულ შენობამდე მოძრავი ჯაჭვი მოეწყო. შემდეგ ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოსწავლეთა თემების პრეზენტაცია გაიმართა. 14 მომხსენებლიდან 3 საუკეთესო ავტორი გამოვლინდა, რომლებსაც ღონისძიების ორგანიზატორებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამჟამად ჩატარდა კონფერენცია ფესტივალის ფარგლებში, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ წარმოდგენილი თემები. დასკვნით ღონისძიებაზე იქნება ფლეშმობი, სადაც ბორჯომისა და სხვილისი საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაატარებენ გასართობ ღონისძიებას დასკვნითი ღონისძიების სახით. ფესტივალი იყო ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა და სამოქალაქო კლუბის წევრები, რომლებიც შეახსენებენ მოსახლეობას, რომ სასწავლო წელი დაიწყო და აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად იქნება ყოველწლიურად შეხსენება, რომ ახალგაზრდები არიან მმართველი ძალა. დღეს წარვადგინა ძალიან საინტერესო თემა, არაშემდგარი სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების დაბალი დონე. ძალიან მოხარული ვარ მე ამ ყველაფრით და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საჩუქრებისთვისაც. ძალიან კარგი კლუბი აქვთ ჩამოყალიბებული, რომელიც ადამიანს ეხმარება უფრო აქტიურ ცხოვრების წესში ჩაერთოს. სპეციალურად სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფესტივალისათვის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერით ჩამოვიდა. თამარ ფრუიძე ყველა ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ახალგაზრდების საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ღონისძიებები, ამგვარი კონფერენციები და ზოგადად ამგვარი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, იმით რომ თავად ახალგაზრდები, მოსწავლეები, მე-9, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობას იღებენ, აქტიურობენ იმისათვის, რომ მათ გამოავლინონ, კვლევები ჩაატარონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი შემდგარი სასკოლო სამოქალაქო საზოგადოების არსებობა დღევანდელ საქართველოში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ახალგაზრდული ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მას PH International ახორციელებს, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ ფინანსდება. ერთდღიანი ღონისძიება 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ფლეშმობით დასრულდა.